მოგესალმებით ანუნა, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის, შესაძლებლობისათვის. ხო, დღეს ჩვენ ვნახეთ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მორიგი სვლა და მორიგი განცხადება ქართული ოცნების მხრიდან პაპუაშვილის პირით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პაპუაშვილის მიერ გაჟღერებული. აი პირდაპირ გეტყვით, საქართველოს კონსტიტუცია მაქვს ხელთ, ხო? საქართველოს კონსტიტუცია არის უმთავრესი კანონი ქვეყნის და ეროვნული ინტერესების გამომხატველი დოკუმენტი. საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი პირდაპირ საუბრობს, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიდან ბოლომდე რო არ წავიკითხოთ, ყველა ზომას უნდა მიმართონ, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში, ხო? ახლა მოდი ვთქვათ, აღნიშნული არის თუ არა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ გალაშქრება. პირდაპირ ეს არის ქმედება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ გალაშქრება კონსტიტუციურ ორგანოებს ახლა მოუწოდებს საქართველოს კონსტიტუცია რომ ეკო თქვენ ყველაფერი გააკეთეთო რომ საქართველო ევროკავშირშიო და ნატოში გაწევრიანდესო და ამისთვის ყველაფერი გააკეთეთო ესენი პირიქით აკეთებენ ყველაფერს აკეთებენ რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდნენ და ქართველი ხალხის ღიად გამოხატული ნების წინააღმდეგ წავიდნენ. ახლა ჩვენ რასაც ხედავთ, ხო, ეს არის, აი, ფარისევლობა კიდე კარგი სიტყვაა, ხო? აი, მათი პოლიტიკა არის ფარისევლობის პოლიტიკა. ნუ ადამიანები ახლა რომლებიც საუბრობენ ეროვნულობაზე, კულტურულ, ასე ვთქვათ, ძეგლების დაცვაზე, ეკლესიების დაცვაზე და მეორე კუთხით რას ხედავთ? ანუნა, მოდი ვნახოთ და გადავავლოთ, სულ ახლო წარსულზე მინდა ვისაუბროთ, ხო? აი, როდესაც საუბრობენ ძეგლების დაცვაზე, ეს არის აფეთქებული ხალხის საყდრისი. ვინ ააფეთქა დავსვათ კითხვა, საყდრისი ვინ ააფეთქა? ეს არის თორა ფარისევლობის პირდაპირ გამოკვეთილი მაგალითი. როდესაც საუბრობენ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ჩვენი, ნუ არ ვიცი, სულიერი საუნჯე, შეიძლება ითქვას გელათი, უმთავრესი ჩვენი ეროვნულობის, ჩვენი სულიერების საუნჯე. გელათი დღეს ნახეთ რა დღეშია. ვისი ხელში მოხდა ეს ყველაფერი? წლებია, ვინ აკეთებს ამას და ვინ უწყობს ამ ყველაფერს ხელს? ამის პასუხისმგებლობის საკითხი სად არის? მაგრამ აი ამის გამკეთებელი ადამიანები დღეს მოვლენ და ეროვნულობის მოტივით ამ შემთხვევაში და საფარქვეშ ანტიეროვნულობას გააკეთებენ და ყველაფერს ანტიეროვნულს გააკეთებენ. საუბრობენ ეკლესიაზე, დაცვაზე და ასე შემდგომ, ხო? და მეორე კუთხით რას აკეთებენ? სულ ახლო წარსულში, ხო, ნახეთ, ხო, გამომჟღავდა ყველაფერი, რაზეც თვითონაც მოუწიათ გამოძიების დაწყება, ანუ გააკეთეს რა, ჩართული ყავდათ ყველა საეკლესიო პირები მოსმენაზე. ამაზე მეტი სისხლის სამართლებრივი დანაშაული რა შეიძლება იყოს და რა შეიძლება იყოს ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმული ქმედება. სად არის ვინმე პასუხისმგებელი პირი გამოიკვეთა წლების განმავლობაში? ეს არის თუ არა ხალხო ფარისევლობა? ბუნებრივია ეს არის ღიად ფარისევლობა. ადამიანები გეტყვიან რომ ებრძვიან, აი ხო წარმოგიდგენიათ კიდე ერთი ფარისევლობის მაგალითი, აი მინდა გითხრათ რა ეს ფარისევლობის პოლიტიკა როგორი აქვს? ყოფილი ნაციონალები ებრძვიან ნაციონალებს წინა ხელისუფლების დროს და გმობენ იმას. და მე და თქვენ და სხვაებს ეტყვია, რომლებიც მაშინ ოპოზიციაში ვიყავით, ხო? წარმოუდგენელ რაღაცებს. აი მაგალითისათვის მინდა გითხრათ, აი სულ აი აგერ, ხო? პოლიტიკური იმ დროისათვის პოლიტიკური თანამდებობის პირი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ადეიშვილის მოადგილე, დღეს გახლავთ განათლების მინისტრი ბატონი მიქანაძე. აი ეს ფარისევლობის მაგალითი არ არის? აი მაგალითისათვის ახლა მოდი აგერ ვნახოთ, ხო? აი აგერ გოჩა მიქანაძე, ნაციონალების დროს მხარდამჭერი და პარლამენტის წევრი ხო არ იყო მაშინ? გინახავთ მაშინ რამე ხმა ამოღებული, ან ამ ბატონის, ან ამ ბატონის. დღეს რა პოზიციაზეა და სად არის თუ არა ქართული ოცნებაში და პარლამენტში. აი ბატონი ამ შემთხვევაში ბოლქვაძე არ გახსოვთ კაცო? ხუთიანის წინ რომ ამ შემთხვევაში პლაკატებზე იყო და ნაციონალურ მოძრაობასთან იყო და ასოცირებული იყო. დღეს ამათ პარლამენტის მე რატო ვლაპარაკობ ამ ყველაფერს? რატო მომყავს ეს მაგალითები, რაც შეიძლება საზოგადოებამ ისედაც იცოდეს? იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში გაამეფეს ხალხო ფარისევლობა, პირდაპირ გეუბნები და გაამეფეს ფარისევლობა. საუბრობენ ერთს, აკეთებენ საწინააღმდეგოს. საუბრობენ ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მიდიან ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. საუბრობენ კონსტიტუციის დაცვაზე, მიდიან კონსტიტუციის წინააღმდეგ და პირდაპირ აკეთებენ ამ ყველაფერს, ხო? აი ეს არის, აი ამათი შემადგენელი ნაწილი ეს არის. სიყალბე ფარისევლობის პოლიტიკა, პირდაპირ სიყვალე და დაპირისპირება შემდეგ საზოგადოების. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ყურება. და თავარი რა არის, იცით კიდე? ამ ყველაფერთან ერთად ადამიანებს უჭირს არანორმალურად. ყოველდღიურად დავდივართ ხალხში.
ყოველდღიურად აგვაქვს შეხვედრები. აი მაგალითისათვის ახლა ჩემი პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი კუკპრაძე, ლიდერები ფიქრია ჩიხრაძე, ოთო ფარულავა იყვნენ შემოიარეს ხო და დაადიან და ყოველთვის ჩვენც დავდივართ. ხალხი გარბის ქვეყნიდან. ხალხს ელემენტარულად გადასახადების გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ. ჯარიმები აღჩობთ. ძიმე სიტუაციაში არიან. პარალელურად ხედავთ რომ თავიანთ თავს 10,000 ლარს და მეც უხდიან და უზრდიან ხელფასებს. ეს მათთვის მოსული ამბავია. სხვისი ჭირი ღობეჭხირიო. აი ამ პრინციპით მოქმედებენ. ჩვენ ხედავთ რომ ოდესაც ჩვენ საუბრობდით რომ კორუმპირებულია ხელისუფლება და ოცნება არის კორუფციის ბუდე. და თვითონაც ვერ უარყოფენ ამას, ოდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი საპროფილეშია და აღიარა დანაშაული. ვინც ბრალდებულები არიან და განაჩენს ელოდებიან, ამ შემთხვევაში ეს არის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ებრძოლათ და ეს რომ უნდა გვეუბნებიან, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან თავზე კაბინეტში მართავდნენ, ხალხო მოლაპარაკებებსო. და ესენი გვეუბნებიან ეროვნული ინტერესების და ეროვნული უსაფრთხოების დაცვაზე. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრი უბრალოდ ჟარდებულია კორუფციის ბრალდებით. ახლა მოდი ვთქვათ, არიან თუ არა ქართული ოცნება არის თუ არა მაშინ კორუფციის ბუდე და კორუმპირებულები. ისინი სხვა პარტიას წარმოადგენდნენ? სხვა პარტიამ განამწესა მაღალ თანამდებობაზე, უმაღლეს თანამდებობებზე? მაგრამ არა, ისინი თითქოს ახლა 1 წელიწადია ხელისუფლებაში არიან, 2 წელიწადი არიან მოსულები. იმას არც ახსენებენ. და პირიქით შეიძლება გითხრან, რომ თქვენი წევრები იყვნენ, ისინი არ მოერიდებათ, მაგით ცოტა ხანში რო გითხრან ხალხო. და ამ დროს, აი ამ ფარისევლობის ზეიმში ქვეყანას რა დამართეს, ნახეთ. ხალხი გარბის, სამსახური არ აქვს, სამუშაო ადგილები არ აქვს. ნუ არ ვიცი, 20,000-ზე მეტმა ბავშვმა 5 წლის განმავლობაში დატოვა საქართველოს მომავალმა დატოვა. ქვეყანა მოკიდა მშობლებმა ხელი, სკოლიდან გამოიყვანეს და სკოლიდან გამოყვანის მიზეზია, რომ ქვეყნიდან გაიყვანონ და ესენი გვეუბნებიან, რომ მშვიდობაა ქვეყანაში. ეს არის მშვიდობა ხალხო? ეს არის მშვიდობა, ეს არის ქვეყნისთვის უბედურება შეიძლება ითქვას. და დღეს გვეტყვიან თეთრზე შავიაო. ყვარყვარიზმი მეტი არაფერი არ არის. ამას გვეტყვიან თეთრზე გვეუბნებიან შავიაო და უნდა დაუკრას ხვებმა ტაში. კი ბატონო. და ლევან, ისე მინდა მივუბრუნდეთ, მაშინ ამოვწუროთ ეს ნაწილი პრინციპში ბევრი მიმართულებით შეეხე ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ხელისუფლების, მაგრამ არის ეს დადასტურება, რომ აი მართლაც ოფიციალურად ამბობენ უარს და არ ვიცი გაწევრიანების შესახებ განცხადება, რომელიც შეიტანეს, არ ვიცი რომ უკან გამოიტანენ ალბათ, შეიძლება ესეც ითქვას. თავარი რა არის? ქმედება, მოქმედება? შენ საქართველოს კონსტიტუცია რასაც გავალებს, იმით მოქმედებ თუ არა? ქართველი ხალხი საქართველოს ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას რომ გავალებს, მოქმედებ თუ არა საქართველოს ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ? და არა, ისინი მოქმედებენ წინააღმდეგ. ახლა მარტივია დავსვათ კითხვა. თუ შენი ქმედება და მოქმედება განაპირობებს საწინააღმდეგო სვლას ევროკავშირისკენ და საწინააღმდეგო სვლას საქართველოს კონსტიტუციით დავალების საწინააღმდეგო სვლას. უკაცრავად და ეს გაწევრიანებას უწყობს ხელს? თუ პირდაპირ და პირიქით დაშორებას უწყობს ხელს. ბუნებრივია ეს არის ნაბიჯები გადადგმული დაშორებისკენ. და ვთქვათ მთავარი, ვის აწყობს, ვის ინტერესში შედის, რომ საქართველო არ იყოს ევროკავშირის წევრი, საქართველო არ იყოს ბედნიერი, საქართველო არ იყოს განვითარებული, საქართველოში რო არ იყოს მაღალი ხელფასები, რაც ევროკავშირშია. ვის ინტერესში შედის? ეს შედის პირდაპირ რუსეთის ინტერესში. და თანხმედრაშია პირდაპირ ამათ ინტერესები. აი ეს არის და ეს. კი, და ლევან, თქვენ ძალიან ბევრი პრობლემა ახსენეთ, მათ შორის სოციალური გამოწვევები, რაშიც ცხოვრობენ დღეს საქართველოს მოქალაქეები და ამ ყველაფრის ფონზე თქვენ იურისტიც ბრძანდებით და მინდა გადავიდეთ იმ განცხადებაზე, რომელიც ასევე ბევრი იურისტის და პოლიტიკოსის შეფასებით სამართლებრივ რეაგირებას უკვე რაღაცა ითხოვს და საჭიროებს გულისხმობ MMA-ის ერთ-ერთი მებრძოლის მიერ დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას, რომელთან დაკავშირებითაც ქართული ოცნების წარმომადგენლების კომენტარები იყო ნინო წილოსანმა, რომ აი შეურაცხყოფას არავის გაუტარებს და ასე შემდეგ. რა სიტყვით რეალურად ამ ყველაფერზე მართლაც სჭირდება თუ არა სამართლებრივი შეფასება იმ განცხადებას, რაც მოვისმინეთ, არის თუ არა ეს ძალადობის წახალისება და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს აი მან, რომ აი რაღაცა უკვე არ ვიცი. ფაქტობრივად რაზმები შეიქმნა ოფიციალურად, რომ ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, იმიტომ რომ დღეს ღია მუქარები ისმოდა იმ პიროვნების მხრიდან. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის რომ აქ პირდაპირ პასუხისგებლობაზე უნდა ვისაუბროთ ხელისუფლების. პირდაპირ პასუხისგებლობაზე უნდა ვისაუბროთ ხელისუფლების და მათი პასუხისგებლობის საკითხიც ამ შემთხვევაში უფრო გამოჩნდება, როგორი რეაგირება ექნებათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დღეს
გავიგეთ, რომ პირთა ჯგუფი შეიკრიბა, ჯგუფი შეიკრიბა და თქვეს ამ ადამიანებმა, რომ ჩვენო ციხეშიო წასვლა როც დაგვჭირდესო, რაღაცეებსო გავაკეთებთო. მიაქციეთ ყურადღება? ანუ მათ გათვითცნობიერებული აქვთ, რომ შესაძლოა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება მოუწიოთ და პირდაპირ საუბრობენ ამასთან დაკავშირებით, რომ ისინი კანონსაწინააღმდეგო ქმედების განსახორციელებლად მზად არიან. ჯგუფი საუბრობს ამასთან. დანაშაულს ჩავიდეთო. ჯგუფი საუბრობს ამასთან დაკავშირებით. ახლა მაინტერესებს უნდა დავსვა კითხვა. რეაქცია სად არის ამასთან დაკავშირებით? საჯაროდ გაკეთებული განცხადება. ჩვენ კეთილშობილური მიზნებით შექმნილი ორგანიზაციები მძიმე წარსულში გვახსოვს. არც თუ ისე შორეულს, ნუ შეიძლება შორეულებისთვის, მაგრამ 90-იან წლებში არ მინდა საზოგადოების დაზაფროდას, რა ქვია, ორგანიზაციის სახელებს არ ჩამოვთვლი ამ შემთხვევაში. ბავშვი ვიყავი, მაგრამ მახსოვს რა მძიმე სიტუაცია გაიარა ქვეყანა. აქ პირდაპირი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების, ხალხო. და არავის ხვის. იმიტომ რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობრი ყველა ფერზე, რაც ქვეყანაში ხდება. სახელმწიფოს აქვს მხოლოდ ლეგიტიმურად ძალის გამოყენების კანონის ფარგლებში ძალის გამოყენების შესაძლებლობა და უფლება. სხვა მეც არავის. და გამორიცხულია აქა. სხვანაირი ინტერპრეტაცია მიეცეს ამას. და რაც არ უნდა შლეიფი მოარგონ, ეს არის პირდაპირ კანონთან წინააღმდეგობაში. და გეტყვით, ეს არის გამოძიების დაწყების საფუძველი. და ვნახოთ ახლა ერთი გამოძიების დაწყების საფუძველი რაც არის. ელემენტარულად თუ დაიწყებენ ამასთან დაკავშირებით გამოძიებას. და კითხვები თუ დაისმევა. და რატო? იმიტომ რომ აქ მთავარი არის, რომ შემდგომში გართულებები არ მოხდეს. შემდგომში სიმძიმე და მძიმე ფაქტები არ მოყვეს ამ ყველაფერს. აქ ვის ჯერა, ვის არ ჯერა, ამაზე არ არის ხალხო საუბარი. სამართალდამცავი ორგანოების ერთ-ერთი უმთავრესი ამ შემთხვევაში პრეროგატივა არის პრევენცია დანაშაულის. აღკვეთა წინასწარვე თუ არის ამის საფუძველი. და საინტერესოა რას აკეთებენ ამასთან დაკავშირებით. აი ამაზე უნდა გავცენ დღეს პასუხი. კი ბატონო ლევან, იცით რა მინდა გკითხოთ, აი პოლიცია ხელისუფლების არის, პროკურატურა ხელისუფლების არის, სასამართლო ხელისუფლების, ანუ ყველა ინსტანცია რამე თუ არსებობს ქვეყანაში არის ივანიშვილის დაქვემდებარებაში. ამას დამატებით კიდევ აი რაში სჭირდებათ რაღაც ხო არავის არ ეპარება ეჭვი რომ ეს სწორედ რაღაცა ხელისუფლების წახალისებით და დაორგანიზებითაც შეიძლება ითქვა შექმნილი მოძრაობაა. ხო აი რაში სჭირდება რომ დამატებით კიდევ ქმნიან ახლა აი ამ მოძრაობებს რომელიც ღია ძალადობას ანონსებენ, როდესაც ყველაფერი მათ ხელშია, ვინც არ მოსწონთ, არ ვიცი, აკეთე ვახოსანაი რატოზის ციხეში, ხო? Facebook-ზე რაღაც დაწერა, არ მოეწონათ ხალხს, ტროტუარზე დგომის გამო ასევე უშვებდნენ ციხეში გუშინ, ადამიანებს ბანერი ეჭირათ, რომელზეც კი ბატონო რაღაც უცენზურო სიტყვები ეწერათ, მაგრამ ამის გამო დაიჭირეს და ახლა ამ წუთებში ციხეში იმყოფებიან. აი დამატებით ეს რაღაცში სჭირდება. პირველ რიგში უნდა ითქვას, აუნა რომ ხელისუფლების წარმომადგენლების თუ უმრავლესობის წევრების თუ ქართული ოცნების პარლამენტის წევრებს თუ ვინცაც იყო ხა საუბარი განცხადებებს, რასაც აკეთებდნენ. ეს ირიბი წახალისება არის თუ არა? მოდი ამასთან დაკავშირებით დავსვათ კითხვა. პირდაპირ ირიბი წახალისება არის თუ არა? აი ამ ყველაფრის და რაღაცეების გამართლება. თან გამართლების მცდელობა. აი ერთი უნდა დაამოვიდეთ, გეთანხმებით, რომ ძალაუფლება მათ ხელშია, მაგრამ თუ რაში ჭირდებათ და რატომ ჭირდებათ, ეს ბუნებრივია კითხვა არსებობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აქეთკენ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნისთვის რომ ძიმეა, ეს ცალსახაა და ამას თვითონაც დარწმუნებული ვარ, იქ არის ხალხი, რომელიც ამას აცნობიერებს. და თუ ამას აცნობიერებენ, და თუ ამაზე შესაბამისი შედეგი პრევენციის მიზნით მაინც არ იქნა, მაშინ მათ ამას ეს აწყობთ. სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ გააჩნია. და ამ ქვეყანაში ერთადერთი, ვისაც აწყობს გარე ძალებიდან, რომ არ იყოს სიმშვიდე, ეს არის რუსეთი. სხვა არავინ. და რუსეთი ვინც არის ჩვენი ქვეყნისთვის ოკუპანტი, ამასთან დაკავშირებით და განმარტებები მე მგონი ჩემს მხრიდან ზედმეტი. კი ბატონო. და ასეთ დროს ლევან, როგორი უნდა იყოს რეაქცია საზოგადოებისაც, არ ვიცი, პოლიტიკოსების იქნება თუ ზოგადად პოლიტიკურად აქტიური ადამიანებს, ანუ სად რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ დროს, როდესაც ყველაფრის გამო გვსჯიან ფაქტობრივად. მესმის მძიმეა
ეს ყველაფერი ადამიანისთვის, აი როცა ესეთი სიტუაცია არის, მაგრამ თავარი არის აქ, რომ არ ავყვეთ ემოციებს, რაც მტერს სჭირდება და მტერს უნდა არ ავყვეთ ემოციებს და მაქსიმალურად ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. მაქსიმალურად. არავინ არ უნდა გამოვიდეს წყობილებიდან, არავინ არ უნდა გამოიყვანონ წონასწორობა ამათ, არავის არ უნდა დააკარგინონ და მთავარი არის ჩვენთვის მათთვის თუ არ არის და ხედავთ, ხშირ შემთხვევაში ხო ხედავთ არა, არ არის ეროვნული ინტერესები, რაზეც საუბრობდით საქართველოს კონსტიტუციაზე და მის დაცვაზე, უმთავრესი ჩვენთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საქართველოს და საქართველოს ეროვნული ინტერესები. აი ეს არის და ეს შემიძლია. კი ბატონო. და ამ კონტექსტში მინდა ასევე ესე ვთქვათ შევეხოთ, მე ვახსენე რისთვის იჭერენ ადამიანებს და მოდით შევეხოთ ვახოს ამბავსაც, გიორგი ახობაძის ამბავსაც, გიორგი 25 დღიან პატიმრობაში გაუშვეს, ვახო 2 კვირით გაუშვეს პატიმრობაში, ჩვენ ნახეთ უნისე ოქრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმა ძალადობა ასევე რომლის დამცველიც აღმოჩნდა დღეს ეს MMA-ის მებრძოლი და თქვა რომ იქნებაო რაღაცა გირაოს გარდა არ ვიცი ისურვა რომ საერთოდ შეწყდესო ესე ვთქვათ სამართალ წარმოება იმ ადამიანის წინააღმდეგო თავდამსხმელის წინააღმდეგო აი თქვენ თქვით რომ ემოციებს არ უნდა ავყვეთ აი კონსტიტუციური უფლება არ იყო არ ვიცი ვახოსი რა რომ საკუთარი მოსაზრება გამოეთქვა მას სოციალურ ქსელში იგივე გიორგი ახობაძის ხო აი ჩვენ ვცდილობთ თითქოს მოვერგოთ რაღაცა კანონებს რაციონალურები ვიყოთ და ვიმოქმედოთ სწორედ აი კონსტიტუცია ისი უფლებასაც გვაძლევს გამოხატვის თავისუფლებაზე ზემოთ საერთოდ რაც დგას ხო ჩვენი კონსტიტუციით და მაშინ აი როგორ უნდა ვიმოქმედოთ ანუ თავარი რა არის იცით მათ ინტერესებში და საქართველოს მტრების ინტერესებში შედის რომ მაქსიმალურად ამ შემთხვევაში იყოს დაძაბულობა და ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ. მე ამასთან დაკავშირებით გავაკეთე ეს კომენტარი და ბუნებრივია ეს არ უნდა გავაკეთოთ. როდესაც არის საუბარი და რაზეც ვახო არის დაკავებული და ასე შემდგომ, ჩვენ მინდა გაგახსენოთ საერთო ეროვნული გინების ამ შემთხვევაში ისა რა ქონდათ კამპანია აწეული 2 წლის წინ. მე მგონი ყველას ახსოვს. ამას ხო ორგანიზებული ამ შემთხვევაში ფორმა ქონდა რა. პირადი ინფორმაციებიც ქონდათ, ტელეფონის ნომრებიც, ოჯახის წევრების და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ვინმე ამასთან დაკავშირებით ხალხო, ვინმე ამასთან დაკავშირებით გვინა ხავს კითხვებ დასმული, ვინმეს დაუსვეს ამასთან დაკავშირებით კითხვა? ვინმეს მიმართ ამასთან დაკავშირებით საერთოდ დასვეს კითხვა? აი აქ თავარი რა არის კიდე უყურეთ ქუჩის გადაკეთვაზე, ხო? არ ნახო, აი ტროტუარზე დგომასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს პატიმრობაში უშვებენ. ხო ეს ფაქტი თვითონ მეტყველებს ამათ ბუნებაზე, ამათ შეხედულებაზე დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებით. აი ეს არის უმთავრესი, ჩვენ ეს უნდა შევაფასოთ. როგორც მძიმე ფაქტი ბუნებრივია და როდესაც იქნება და მე არ მოვერიდები და ვიტყვი. არჩევნებზე ყველანი ამ შემთხვევაში უნდა გამოვიდეს და არა ისე არ უნდა გაკეთდეს, როგორც თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებზე იყო, როდესაც ხელისუფლებას ჰქონდა უდიდესი შანსი, რომ დამარცხებულიყო, შანსი კი არა, უდიდესი ალბათობა არსებობდა, რომ ხელისუფლება დამარცხებულიყო და შიდა ოპოზიციურმა კინკლაობამ შეიძლება ითქვას, რაშიც ლელო არ მონაწილეობდა ბუნებრივია მიგვიყვანა აქამდე. ყველაფერი ეს უნდა ჩვენ მოქალაქეებთან ყოველდღიური შეხვედრები, მოქალაქეებთან ყოველდღიური კონტაქტი უნდა გქონდეს, რასაც ლელო ვაკეთებ და გავაგრძელებთ. ეს არის თავარი. კი ბატონო, აი არჩევნები ახსენეთ ლევან და ეს ოპოზიციური კინგლაობა ესე ვთქვათ ისევ გრძელდება, არსად არ წასულა ეს საკითხი პერიოდულად ხედავთ ხოლმე ესე ვთქვათ გადაძახილებს და კრიტიკავს ერთმანეთის მისამართით და არჩევნებთან დაკავშირებითაც არ ვიცი აი დღესაც ამ მომრჩეველმა თუნდაც აი ჩვენმა მაყურებელმა რომელიც გვიყურებს არ იცის არჩევნებთან დაკავშირებით რომელ პოლიტიკურ ძალას როგორი პოზიცია შეიძლება გქონდეს და არ იცის არ ვიცი რამდენიმე თვეში რომ ივანიშვილმა არჩევნები დაანიშნოს იქ მისვლა და არჩევანის დაფიქსირება ღირს თუ არა, იმიტომ რომ ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა კამპანიაზე, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს ამ ქვეყანაში, რომ ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ. ამ მომრჩეველს ხანეუბნებიან, მოდი და ვერავინ ვერაფერს ვერ გაგიყალბებს და უცებ ხედავს, რომ გამარჯვებაზე იმობს ოპოზიცია და რამდენიმე საათში უკაცრავად თურმე გაჟონა და გაგვიყალბეს არჩევნები. მერე იწყება ბოიკოტის კამპანია, მერე ნაწილი ოპოზიციის ეუბნება, რომ ბიზინა ისევ იმას დაწერს, რაც მათ უნდა და არ მიხვიდეთ არჩევნებზე. თქვენ მაგალითად და აი გახარიას პარტია რომ
პირიქით მოდით და შანსი, აი, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს სამომრჩეველი ლევან? მე მესმის სამომრჩეველი შეიძლება ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება ქონდეს უკვე აი ზოგადად აი ამ არჩევნების მიმართაც, ხო? მადლობა კითხვისთვის და თქვენ ძალიან ამ შემთხვევაში მრავალმხრივად დასვით კითხვები სხვადასხვა მიმართულებით შეაფასეთ და მადლობა ამ შეფასებისათვის. ეს რეალობა რაც იყო სამწუხარო რეალობა. პირველი კითხვა ოპოზიციის და გამოთქმული თქვენი პოზიცია ოპოზიციის კინკლაობასთან დაკავშირებით და შიდა ამ შემთხვევაში დაძაბულობაზე თუ ვინმე არ მონაწილეობს ამაში და არაზროს მიუღია მონაწილეობა, ეს არის ლელო ძლიერი საქართველო, ეს შემიძლია გითხრა და არც არაზროს მივიღებთ მსგავს რამეში მონაწილეობას, ხოლო რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების მიმართ გაფერმქრთალება და რამ ეს არასწორია, ბუნებრივია. ლელო ამის წინააღმდეგი ყოველთვის იყო და იქნება. ხელისუფლება დარწმუნებული ვარ შეიძლება და შეიძლება არჩევნების გზით და ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. ამაში ვართ დარწმუნებული, მე მინდა გითხრათ და ამის მაგალითი არის თუნდაც ზოგმა შეიძლება ჩათქვას, რომ ეს გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ არა, მეგობრებო. უნგრეთი, ორბანი და იქ დარაზმული საზოგადოება, რომლის ნება ვერ გადატეხეს. თავარი ეს არის ჩვენი მადიარი ვინ არის? ბატონო, ჩვენი მადიარი ვინ თავარი რა არის? ლევანი. საზოგადოება აქ თავარი. საზოგადოება ყავდა იქ ვიღაც ვისაც საზოგადოება, ანუ ოპოზიციაც ერთიანი იყო, ხო, გაერთიანდა მადიარის გარშემო. ხო და აქ თავარი რა არის? საზოგადოება ამ თავარი, საზოგადოება თავარი ჩვენ მე კი და ჩვენი პარტია საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეების პასუხისმგებლობას კი არ ვკიდებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში რა არის? იცი თავარი თავის პასუხისმგებლობა ბუნებრივია პოლიტიკური ძალების არის, მაგრამ საზოგადოების ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა არჩევნების დროს. ყველა შემთხვევაში ეს გამოიღებს შედეგს და რატო ვლაპარაკობ ამას უყურეთ? მედიის კუთხით რა სიტუაცია იყო, საარჩევნო სისტემის კუთხით რა სიტუაცია იყო და ზოგადად რა სიტუაცია იყო უნგრეთში ჩვენ ვნახეთ. მაგრამ როდესაც მოვიდა ამომრჩეველი და ძალიან ზღვა და რიგები იყო განუწყვეტლივ, ამომრჩევლის ნება ამ შემთხვევაში ვერ გადატეხეს და იმ გაყალბებასაც აქვს თავისი შესაძლებლობების ზღვარი, ხო? აქედან გამომდინარე და მეორე საკითხი, ყოველდღიური კონტაქტი ჩვენს მოქალაქეებთან. საუბარი მათ პრობლემებზე და გაჟღერება მათი პრობლემების. აი ეს არის უმთავრესი. აი მაგალითისათვის მე მინდა გითხრათ, ჩვენი პარტიის ლიდერები, ანუ როდესაც იყვნენ ადიგენში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, აი გუშინ და გუშინ წინ იქ მყოფებოდნენ. აი მაგალითისათვის ზაფხულის იალაღებზე ადიგენში რამოდენიმე კილომეტრი უნდა ათასობით ადამიანს რომ ელექტროენერგია ქონდეს. არავინ ყურადღების მიმქცევი არ არის. ჩვენ ყველაფერს ვცდილობ და ვაკეთებ, რომ ამ პრობლემებზე ვისაუბროთ. როდესაც საუბარი იყო და დავასრულებ თქვენ დროს დილს წავიღებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. დღეს თითქმის ყველგან არის ლელო ძლიერი საქართველო წარმოდგენილი. ერთი ადამიანი გვყავს თითქმის, მაგრამ ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, რომლებიც იბრძვიან უთანასწოროდ, მაგრამ იბრძვიან თავიანთ მუნიციპალიტეტში თავიანთი მოქალაქეების ინტერესების დასაცველად და დასაცავად. ეს არის მთავარი ბრძოლა ყველა სამართლიანი და კონსტიტუციური მეთოდით. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ლევან სამუშიას, რომელიც იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი, ჩვენ ლევანს დავიმშვიდობებით, შემდეგ